ცოტა უცნაურ გარემოში მიწევს ვიდეობლოგის ჩაწერა, უნდა მომიტევოთ მიზეზთა და მიზეზთა გამო ობიექტური გაგიმხელთ და მიზეზები მაქვს, მე არ გამოვრიცხავ, რომ რომელიღაც ეტაპზე დავაპაუზო და მერე უკვე სხვა გარემოში შემოგთავაზოთ შემდეგი ეპიზოდი, თუმცა შესაძლოა მარტო ეს კადრი იყოს და მიყუროთ 15 წუთი მაინც მე ვიქნები ეთერში, არა, ფლად ეთერი არ არის ეს, მოკლედ ჩემი ვიდეობლოგი მინიმუმ 15% კი არა 15 წუთი გაგრძელდება. ყველამ ნახა ის კადრები, რომელიც დამამცირებელია არა მხოლოდ ირაკლი კობახიძისათვის, დამცირების ილუსტრირება მადასტურებელი, არამედ ქართული საზოგადოების იმ ნაწილისთვისაც უნდა იყოს დამამცირებელი, ვინც ყოველ შემთხვევაში ვინც მხარს უჭერდა და უჭერს ქართულ ოცნებას. ბიზინა ივანიშვილმა ახლოსაც არ მიუშვა ირაკლი კობახიძე, ეს უკანასკნელი ორი ნაბიჯით უკან მიხვებოდა კავკასიაში გამარჯვებულ ლიდერს ილჰამ ალიევს და ბიზინა ივანიშვილს რეალურად მართველს საქართველოსი. ივანიშვილი რომ მართველია, სწორედ გუშინდელი კადრებია ამის მადასტურებელი. დიახ, ილჰამ ალიევმა თავისი მესიჯებიც, უშუალოდ თავისი მესიჯები, აგრეთვე ევროპელთა ნაკლებად და ამერიკელთა მესიჯები ნაღდად გადასცა, სწორედაც რომ ირაკლი კობახიძეს კი არა ბიზინა ივანიშვილს გადასცა იმდენად, რამდენადაც ირაკლი კობახიძეს უბრალოდ არენდო. ერთი და ინფორმაცია შესაბამისი ამერიკელებსაც და სხვებსაც აქვთ, რომ ირაკლი კობახიძე როცა რამეს ეუბნება ხოლმე ბიზინა ივანიშვილს, უბრალოდ ვერ უბედავს შიშველი სიმართლეების, ან სუსტად ვერ გადასცემს, იმიტომ კი არა უჭირს, არც ულხილს მეორე მხრივ, მაგრამ ვერ გადასცემს ხოლმე, ვერ გადასცემდა ხოლმე ბიზინა ივანიშვილს იმ მესიჯებს, იმ გზავნილებს ქართული სიტყვა რომ მოვიშველიოთ, რომლებიც ბიზინა ივანიშვილისთვის ჰქონდათ, ან ბიზინა ივანიშვილთან ჰქონდათ ამერიკელ პარტნიორებს ქვეყნისა, ან თუნდაც კავკასიის რეგიონის ცალკეულ ლიდერებს, მოკლედ პირებს, რომლებიც ირაკლი კობახიძეს ოდესმე მაინც შეხვედრიან და აქედან გამომდინარე ილჰამმა მიიღო ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ბაქოში ყოფნა, თუმცა გარწმუნებთ, რომ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა შეერთებულმა შტატებმა. უფრო ზუსტი რო ვიყო, არც იმას გამოვრიცხავ, რომ შეერთებულმა შტატებმა სთხოვა ილჰამ ალიევს, რომ გარდა იმისა, რომ შეხვდები კობახიძეს, რაგვარია ყაველაშვილს, სხვებს და სხვებს, შენ მაინც უნდა შეხვდე დე-ფაქტო მმართველს ამ ქვეყნისა ბიზინა ივანიშვილსო და შესაბამისად განმარტოვდნენ, თლად ზუსტი სიტყვა არ არის, მაგრამ აი ილჰამ ალიევი ბიზინა ივანიშვილს ახლაც ალბათ არასწორი სიტყვა მივიდა, სტუმრად მივიდა საქართველოს დამფუძნებელ მამასთან ბჭყალებში, რასაკვირველია და ამავდროულად ბჭყალების გარეშე პირთან, რომელიც ყველა მნიშვნელოვან ან ნაკლებად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასაც კი იღებს. მესიჯები, რომლებიც ილჰამმა თავის მხრივ გააჟღერა, გაახმიანა ბიზინა ივანიშვილთან, პრინციპში არ არის მარტო აზერბაიჯანის ლიდერის მესიჯები, ჩვენ გვჭირდება კავკასია იყოს სტაბილური, ეს არ არის მარტო აზერბაიჯანის ბაქოს, ან ბაქოს და ერევანის ერთობლივი პოზიცია, არა და არავითარ შემთხვევაში ეს სტაბილურობა ამ რეგიონში და ამ რეგიონის ნებისმიერ სახელმწიფოში პირველ ყოვლისა ჩვენს გარდა სჭირდება, რასაკვირველია, შეერთებულ შტატებს, რომელსაც ერთის მხრივ ამოცანა აქვს ასეთი, რომ გამოსტაცოს ეს რეგიონი რუსეთს, მაგრამ მეორეს მხრივ გამოსტაცოს ისე, რომ რუსეთს არ ქონდეს ამ რეგიონში მთლიანად ვითარების არევის ფუფუნება, შესაძლებლობა, სურვილი ექნება ყოველთვის, მაგრამ შესაძლებლობა ნაკლები უნდა ჰქონდეს, ან არ უნდა ჰქონდეს საერთოდ. ცხადია, პირველ ყოვლისა, ბარემ ვიტყვი, რუსეთს ვითარების არევა უნდა სომხეთში, ივნისის დასაწყისში სომხეთში საპარლამენტო არჩევნებია და საპარლამენტო არჩევნების შედეგად გამარჯვებული პარტია დაასახელებს პრემიერობის კანდიდატს. მე გეტყვით, რომ ფაშინიანი იქნება პრემიერ-მინისტრი, მაგრამ მეთქი, მაგრამ რუსეთი რომ ცდილობს რევანშს სომხეთზე, ესეც ფაქტია და აი არევას ელოდებიან თუ სადმე ელოდებიან, სწორედაც რომ სომხეთში და კავკასიის სახელმწიფოების ერთობლივი ერთიანი პოზიცია გადამწყვეტად მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისათვის. მაგრამ ახლა ეს მეორე თემაა თუ მესამე თემაა, ხო, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ანაკლიაზეც გადაკრავდა სიტყვას, კი არა, სერიოზულად ილაპარაკებდა ალიევი ამერიკელების კარდახით თუ რეკომენდაციით, ასევე ილაპარაკებდა რკინიგზის მონაკვეთზე, რომ არ დაუერთდეს საქართველო ენგურზე მოყვანილ აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთს, იმიტომ რომ ეს მათ შორის სახიფათო ტვირთებისთვის იქნება განკუთვნილი ეს რკინიგზა და საქართველო არ უნდა იყოს კავკასიის არევისათვის
საჭირო ტვირთების გამტარი ქვეყანა, არც რკინიგზით, არც ხმელეთით და ასე შემდეგ. ილაპარაკებდნენ აუცილებლად, მაგალითად შუა დერეფანზე, როგორც ასეთზე და როგორც ჩანს შეერთებული შტატები ყალიბდება, რომ შუა დერეფნის ერთი განშტოება კი არ უნდა იყოს მოქმედი, ანუ გულისხმობ ტრიპის მარშრუტს, არამედ უნდა იყოს ის ტრადიციული მარშრუტით, რომელიც საქართველოზე გადის. ამისთვის რკინიგზის მოდერნიზებაა საჭირო, გზების ინფრასტრუქტურის ბოლომდე დასრულებაა საჭირო და მალე ამასთან. ამისთვის პორტია საჭირო, ანაკლიას მეორეჯერ ვახსენებ და ასე შემდეგ. მოკლედ, ბევრ თემებზე ისაუბრებდნენ და მათ შორის მე გუშინ გამორჩა სტატუსშიც და ვიდეო ბლოგშიც ისაუბრებდნენ აუცილებლად ალიევი და ბიძინა, კვლავ ვიმეორებ თემაზე ყულევის სპორტი და ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. დაახლოებით ამგვარ რამეს იტყოდა ალიევი დამისახელეთ რიცხვი და მე ვიყიდი ყულევის, ანუ მაკა 100 არის, ასე ვიტყვი, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელმაც ლამის გახვია სოკარი შარში, როცა ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტი მზადდებოდა და ჩაწერილიც იყო, რომ სოკარიც და გადამამუშავებელი ქარხანაც მაკა 100-იანისა იქნებოდნენ დასანქცირებულები, მაგრამ ალიევს უზარმაზარი ძალისხმევის გაღება მოუწია, რომ სოკარიც ამოღებული ყოფილიყო და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მაკა 100-იანისა. მაკა 100-იანს წართვით, ამას ვერ ეტყოდა ბიძინა ივანიშვილს ილხამ ალიევი, თუმცა იმას კი ეტყოდა, რომ დაასახელეთ რიცხვი და მე ბარემ ვიყიდი, რომ ამგვარი ამებისა, ამგვარი არეულობებისაგან თავდაზღვეულნი ვიყოთ ყველანი ცოტა ხნის წინ, არც დიდი ხნის წინ, ასე ვიტყვი, ალიევმა ითხოვა ეს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებისაგან, მაგრამ მაშინ სასტიკი უარი მიიღო, არ იყიდებაო, კულუარული ინფორმაციაა ეს რეალურად, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ჯერ არ ამოქმედებული, ეს მნიშვნელოვანი ამბავია, ქაღალდზე არსებული მაინც ინფრასტრუქტურა გაუმართავი ქარხანა. ესეც იქნებოდა განხილვის საგანი, ანუ ვანაკლია ვახსენეთ, ყულევი ვახსენეთ, შუა დერეფანი ვახსენეთ, უსაფრთხოების საკითხებზეც, ერთიანი უსაფრთხოების საკითხებზეც ეკნებოდა ილხამს საუბარი ბიძინა ივანიშვილთან, მაგრამ ეს არ არის თავარი, მე რასაც მიუძღვნი ამ ვიდეო ბლოგს, ამ თემას ვუბრუნდები, ორი ნაბიჯით უკან იდგა დაბნეული, გვარიანად დაბნეული ირაკლი კობახიძე და ხანდახანზე ხშირად უბრალოდ არ იცოდა ბეცე გავბაცავ მას, საით უნდა გადაედგა ნაბიჯი მარჯვნივ, თუ უნდა გადაედგა ნაბიჯი მარცხნივ და ფეხებში ეჩხირებოდა მეთქი ალიევსა და ბიძინა ივანიშვილს, რომლებიც ერთმანეთს პატივს უდასტურებდნენ. ბიძინა საერთოდაც გადაეხვია ალიევს. ბიძინას უნდა ეგრა მაგის პასუხია, რომ ამერიკელებს ალიევის პირით შეუთვალოს შემდეგი, თუ ალიევს იტანს შეერთებული შტატები ასეთ არადემოკრატს, ასეთ ერთგვარად რაღაც ავტორიტარული რეჟიმის შემქმნელს უშუალოდ საკუთრივ აზერბაიჯანში, რატომ არ შეიძლება, რომ მეც ვიყო ამგვარი და მეც ამიტანოს შეერთებულმა შტატებმა მაღიაროს, ვცნოს, ჩემთანაც გააბას ურთიერთობები, მეც იმიწვიოს, მეც არა მისი მთავრობის ლიდერიც მიიწვიოს თეთრ სახლში, ჩამოვართვას ნაკობა ხელი და ასე შემდეგ. ასეთია კავკასიის რეგიონი და ასეთი ვარ შესაბამისად მეც ან ჩვენი საქართველოს ასე ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი და ეს არის მწარე შეცდომა, სტანდარტი, აი ქრისტიანობაში როგორც აი რაც უფრო მორწმუნე ხარ, მით უფრო მეტი მოგეთხოვება, ხო? იმ მოქალაქეებს მიმართავ განსაკუთრებით, ვინც სახე დახოკილნი არიან და ხანდახან სავდახზე ხშირად აბსოლუტურად უაზროდ აფრქვევენ საკუთარ მოსაზრებებს, ციტირებენ, ვითომ და ციტირებენ, აი არ ვიცი რაღაც დიდ ქრისტიანებს პირველი საუკუნეებისა, ხო, რაც უფრო მეტად ხარ რწმენაში, მით უფრო მეტი მოგეთხოვება. საქართველო უფრო მეტად იყო ევროკავშირისკენ, დასავლეთისკენ და ასე შემდეგ და მისი დაქვეითება არ შეიძლება, მისი აქვეითება შეიძლება მაგალითად სომხეთისა, ანუ საფეხურზე ერთი თუ ხუთი საფეხურის წინ წაწევა, მაგრამ და საქართველოს ჩამოქვეითება უბრალოდ წარმოუდგენელია, იმიტომ რომ შენ უკვე აკმაყოფილებდი გარკვეულ სტანდარტებს და ახლა მინიმალურის თუ დააკმაყოფილებ და ამაზეც ყაბულ ხარ და კიდე რომ დაიყაბულოს ხვები, ეს თლად წარმოსადგენია, თლად იოლად ახსაქმელი დასავლეთისთვის, როგორც მოგეხსენებათ და მოგეხსენებათ ალბათ, მაინც არ არის. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის წიაღსვლები გასაგებია, მაგრამ ალიევი კი ელაპარაკა იმაზე, რაზეც ვილაპარაკეთ და კვლავ ირაკლი კობახიძეს მიუბრუნდებით, ორი ნაბიჯით იდგა უკან, ამაზე სერიოზული დელეგიტიმაცია კობახიძისა უშუალოდ არავის გაუკეთებია, მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილს, მთელი პასუხისგებლობით ვამბობ ამას
და ბიზინა ივანიშვილი ჩემი მოსაზრებით უკვე განიხილავს ხას სუსამეს არ ნიშნავს რომ ყვალზე გამნაბიჯს გადადგავს ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გაგდების საკითხს და ირაკლი კობახიძე მარტო კაცი არ არის ამ მთავრობაში თუ კობახიძე წავიდა მას უნდა მიხვდეს ერთი მინისტრი ორი მინისტრი 3 4 5 მთელი მთავრობა და მერე უკვე ახალმა პრემიერ-მინისტრმა ვინც იზრდა ახალ მთავრობაში ძველი კადრებიც ირაკლი კობახიძის დროინდელი კადრების ნაწილიც დააბრუნოს მაგრამ ესეც საეჭვოა საბოლოო ჯამში შეიძლება აბსოლუტურად ახალი სისხლი დასჭირდეს ახალ პრემიერ-მინისტრს როცა იქნება ის მაშინ და როდის იქნებაო თუ გითხავთ მე გეტყვით რომ არ გამოვრიცხავ რომ იყოს მაისშივე სექტემბერში ზაფხულის თვეებში ალბათ ნაკლებად კი მე მესმის რომ ირაკლი კობახიძეზე ერთგული და შავი საქმის გამკეთებელი ბიზნა ივანიშვილს აღარავინ ხავს მაგრამ შავი საქმეების გაკეთება შეიძლება აღარ არის მისთვის პრიორიტეტი უპირატესი შეიძლება მას სწორედაც რომ დაალაგება სჭირდება ახლა შეერთებულ შტატებთან და ყველაფერზე ხელის შეწმენდა სწორედაც რომ ვინმესთვის ანუ განტევების ვაცისთვის და კობახიძეზე უკეთესი განტევების ვაცის მოძებნა პრაქტიკულად შეუძლებელია იმდენად რამდენადაც მართლაც ფორმალურად სწორედ ირაკლი კობახიძის დროს ირაკლი კობახიძის პრემიერობის დროს დაინგრა ეს ქვეყანა ბიზნა ივანიშვილის მიერ ისედაც ამორღეული და გაუბედურებული ბოლო 12-14 წლის მანძილზე თუ განმავლობაში აქედან გამომდინარე მე არ გამოვრიცხავ რომ განტევების ვაცი ნახოს დიდებით რა მოგახსენოთ მაგრამ დაჭერით არ დაიჭიროს დიდებით გაშვებაზე და მოგახსენოთ მაგრამ დაჭერით არ დაიჭიროს ივანიშვილმა კობახიძე და მასთან ერთად დინარაძე სხვები და სხვები ზოგი მინისტრი მოკლედ კობახიძის თანაგუნდელები და უბრალოდ გააცილოს პირდაპირ წაიკითხავთ ამ სიტყვას ერთგვარად საპატიო პენსიაზე კობახიძე შეიძლება რომელიმე მეხუთე ხარისხოვანი ქვეყნის ელჩობა მიუგდონ დინარაძეს რომელიმე მეშვიდე ხარისხოვანი ქვეყნის ელჩობა მიუგდონ მოკლედ საჭე ქვეყნის მართვის საჭე მათ აღარ უნდა ებაროთ იმიტომ რომ ბიზნა ივანიშვილი ალბათ იმედი მაქვს მაინც რომ გრძნობს მომენტუმს რომ ეს არის ბოლო მომენტუმი დასავლეთთან ურთიერთობის დაალაგებისა და თუ ეხლა ვეღარ დაალაგდა უკვე ანუ ილჰამ ალიევმა რა მესიჯებით ჩამოიტანა ესენი არ გაითვალისწინა მერე უკვე იქნება გვარიანად გვიან კი შეშლილია ბიზნა ივანიშვილი კი შლეგია ბიზნა ივანიშვილი კი პარანოიკია ბიზნა ივანიშვილი მაგრამ ასე თუ აქვს დაკარგული რაციონალიზმის გრძნობა ხო ეს ამ შემთხვევაში იქნება კატასტროფა მისთვის უბრალოდ კატასტროფა მისთვის ნებისმიერ შემთხვევაში დადგება ეს კატასტროფის დღე მათ შორის ამერიკელთა ულტიმატუმის ან ამერიკელთა მოთხოვნების კიდევ უფრო ღიად დაფიქსირების დღე ახლოვდება უახლოეს ხანებში სახელმწიფო დეპარტამენტიდან ჩამოდიან ესეც არ უნდა დამავიწყდეს და სექტემბერში ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით განიხილება ხაზგასმით ვამბობ სერიოზული კონგრესმენ სენატორების ანუ ორი პალატის ორპარტიული დელეგაციის ჩამოსვლა ანუ რესპუბლიკელებისა და დემოკრატების რომლებსაც ექნება ტრამპის მანდატი სიტყვიერი რა დამატებით კიდევ რა უნდა უთხრან ბიზნა ივანიშვილს თუ მით უმეტეს ბიზნა ივანიშვილი აი ამ აპრილიდან ვიდრე სექტემბრამდე უხეშად ვიტყვი ან უახლოეს პერიოდში არ შეასრულებს იმ მოთხოვნებს რომლებიც შეერთებულმა შტატებმაც გადასცეს ალიევის პირით ოლიგარქი ივანიშვილს წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ეს ასე არ არის რატომ შეხვდა ალიევი სწორედაც რომ ბიზნა ივანიშვილს რატომ არ დაკმაყოფილდა კობახიძესთან შეხვედრით ხო ის ხო პრემიერი ეს უკანასკნელი ხო პრემიერ-მინისტრია და შესაბამისად ოფიციოზ ელაპარაკები ალიევმა შესანიშნავად იცის და იცოდა რომ გზავნილები რომლებიც გაუგზავნეს რომლებიც აქვს შეერთებულ შტატებს უშუალოდ ივანიშვილს უშუალოდ ივანიშვილს უნდა მიეწოდოს და ალიევმა ეს დავალება პირნათლად შეასრულა მიტევეთ რომ ასეთი კადრი შემოვიდა უცებ გავასწორებ ამასობაში კამერას მე მგონი გავასწორე თუ ვერ გავასწორე არ ვიცი გავასწორებ კამერას მომიტევეთ რომ აი ესეთ მდგომარეობაში მიწევს უბრალოდ აკითხავთ რომ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გქონდა ახლა კიდევ ერთი კითხვა კობახიძეს შეელევა თუ არა და თუ შეელევა როგორ რბილად ალბათ ანუ არ გააყარიბა შვილებს საფუძველიც არ აქვს კობახიძეს არ უყვარს მაინც და მაინც ეს ოქროს ზოდები რამდენადაც ვიცი თუმცა გამორიცხული არაფერია გაუშვებს ალბათ საელჩოში სადმე მეხუთე ხარისხოვან ქვეყანაში და კიდევ ერთი ვისით ჩაანაც ვინ იქნება მემკვიდრე ეს მემკვიდრე ვინც არ უნდა იყოს და მე დავასახელებ ორ ადამიანს და გვარებს არ გავაბხელა ქვით ხო ესე იგი
ან ერთს დავასახელებ და გავარს გავამხელ ალბათ ჯობია ასე წავიდეთ. უნდა იყოს კობახიძე ზელმობიერი და დროთა განმავლობაში გარკვეული ის მარწუხები, რომლებიც დაუწეს საქართველოს საზოგადოებას, სწორედაც რომ ფორმალისტურად ირაკლი კობახიძემ თითქოს ბიზი და ივანიშვილი არაფერ შუაში იყოს ამაში, იმ ადამიანმა ეს მარწუხები არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ინდივიდებზე, მედიაზე, პოლიტიკურ პარტიებზე და ასე შემდეგ უნდა მოხს შეამსუბუქოს, ასე ვიტყვი, ეს იქნებოდა და იქნება ამერიკელთა ერთ-ერთი მთავარი მესიჯი, ჩვენ თქვენ უნდა მიაგოროთ ქვეყანა ახალ არჩევნებამდე, ესეც შეიძლება იყოს თეორიულად, თუმცა ბოლომდე ამაში მე დარწმუნებული არა ვარ, ისევე როგორც ბოლომდე არა ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკელებმა ალიევის პირით ან ალიევის გარეშე შეუთვალეს ბიზინა ივანიშვილს პოლიტ და სინდის პატიმრების განთავისუფლების მოთხოვნა დააყენეს უკვე ამ თავითვე. ახლა გაცილებით სტრატეგიული, მეთქი ასე ვიტყვი, საკითხებია დღის ეს წიგნში. ანაკლია, შუადერეფანი, რკინიგზა, ერთობლივი თავდაცვის სისტემების შექმნა სომხეთთან ერთად, ტრიპის პროექტის მხარდაჭერა და ასე შემდეგ. და ახლა პოლიტ და სინდის პატიმრებმა შესაძლოა ვერ მოიცანეს, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს საკითხი დადგება დღის ეს წიგნში და ბიზინა ივანიშვილმა შეიძლება ყველაფრის გამო, ანუ ადამიანის უფლებათა შელახვის გამო, ანაკლიაში როდიჩაბი არ ჩართულა ამდენი ხნის განმავლობაში რკინიგზის მოდერნიზება რო იგვიანებს და არ კეთდება რეალურად და ასე შემდეგ ყველაფერი დააბრალოს ირაკლი კობახიძეს და ახალი პრემიერ-მინისტრი წარადგინოს და ახლა უკვე ვასახელებ ვინ შეიძლება იყოს ახალი პრემიერ-მინისტრი ამ ვერსიით ხაზგასმით ვამბობ ეს არ არის ზუსტი ინფორმაცია, ან ინფორმაცია საერთოდ არ არის, მოდი ასე ვიტყვი, განიხილება პატარაძე თუ პატარიძე, ხო? მოკლედ, ავჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი ვინც იყო პატარიძე, იმის კანდიდატურა, რომ ვიცოდეთ, მაინც განიხილება და არ არის დამტკიცებული, განიხილება და არ არის აბსოლუტურად სწორი. ეს კაცი პატარიძე იმყოფებოდა, მე გვარებს ცოტა რთულად ვიმახსოვრებთ, ამიტომ უნდა მომიტევოთ. ხო, ეს კაცი იმყოფებოდა ამ ალიევისა და ბიზინა ივანიშვილის შეხვედრაზე, მათ შორის სოლოლაკის ქედზე, ბიზინა ივანიშვილის კარ-მიდამო სასახლეში, იმყოფებოდა. ის ძალიან დიპლომატია, აქვე გეტყვით. საკმაოდ დიდი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. მიშა სააკაშვილის დროსაც მუშაობდა და მერე უკვე იყო ავჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. ეს პატარიძე თუ პატარაძე უნდა მომიტევოთ თქვენ და თავად დასერჩეთ. ეს კაცი შეიძლება გახდეს პრემიერ-მინისტრი, მან აიღოს პასუხისმგებლობა ამ გარდამავალ პერიოდზე, ვიტყვი ასე, და ნელ-ნელა ბიზინა ივანიშვილისავე კარნახით ეს მარწუხები როგორღაც მოუშვას, ნეტნაკლებად ნორმალური გარემო შექმნას, ამერიკელებთან ერთად გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით დაალაგდეს და ბიზინა ივანიშვილი ამ შემთხვევაში გადარჩენილია და ყველაფერი შესტენოს მანაც, მათ სხვათა შორის ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს. ახლა მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას. მე პერსონალურად ეს სცენარი მაწყობს, მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ მოდი ვიტყვი ასე ნაწილობრივ მაწყობს, უფრო ზუსტი და სწორი იქნება. პატივისცემა ალიევს, პატივისცემა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, რუბიოს, სხვებს, ვინც ამას მაღალი ალბათობით ეუბნებიან, რომ აი ესენი უნდა გააკეთოს ბიზინა ივანიშვილს. სწორია, ყველაფერი კარგია, ყველაფერი საჩვენოა, მაგრამ ბიზინა ივანიშვილი ჩვენთვის, ჩემთვის, თქვენთვის, საზოგადოებისთვის არის პირველ ყოვლისა კიდალა კაცი, ანუ მოღალატე, დამღალატებელი, ვიტყვი ასე, დამღალატებელი, ეხლა უკვე ბიბლიის ქვერის ნებართვით, იმიტომ რომ ბევრი სტუმარია აქ როგორც ჩანს. ხო, დამღალატებელი და გადამგდები კაცია. ბიზინა ივანიშვილმა არამშვენიერ დღეს შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ კიდევ ერთხელ გადააგდოს ამერიკელები, ანუ მაგალითად დაიწყოს მართლაც ანაკლის სპორტის მშენებლობა აზერბაიჯანთან ან ერთად ან აზერბაიჯანის გარეშე, მაგრამ რომელიღაც ეტაპზე უცებ ბრახდა ჩამოვართვას აზერბაიჯანს ჩამოვართვას ან აღარ გააგრძელებინოს მუშაობა აზერბაიჯანს ანაკლიაზე. ან ბიზინა ივანიშვილმა შეიძლება გაანთავისუფლოს მაგალითად პოლიტ პატიმრები, სინდის პატიმრების ნაწილი ყოველ შემთხვევაში, მაგრამ არ გამორიცხოთ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ აიყვანოს, ხო, სხვა რეალობების გათვალისწინებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ სანდო კაცი არ არის. ეს ერთი. მეორე, ჩემთვის და ჩვენთვის ქართული საზოგადოებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, იქნება თუ არა შუადერეფნის წამყვანი სახელმწიფო საქართველო. ანაკლის სპორტიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ერთობლივი უსაფრთხოების სისტემებიც სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად. რკინიგზა ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი არის, განა არა, მაგრამ დავდით ახლა ტელეფონი ისევ. ხო, ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი არის, განა არა, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ჩემი ხმამწმენით, რომ ჩვენ
არ გვყავდეს არც დე ფაქტო და არც დე იურე ხელისუფლად ბიძინა ივანიშვილი. იმიტომაც რომ ის კიდალა და იმიტომაც რომ ჩვენ უკვე დაგვაზარალა და დაგვაზიანა და გაგვანადგურა ბიძინა ივანიშვილი. უკვე შემდგარი ამბავია და ჩვენი ვენდეტები, თუ მართებული სიტყვა ეს ასაკვირველია, ხო ჩვენი საქმე გვაქვს გასარჩევი ხსენებულ ივანიშვილთან მიზეზთა გამო. დიახ, ბიძინა ივანიშვილმა დაგვაღალატა ჩვენ. ქიმიური იარაღი მაღალი ალბათობით ისროდა. ევროკავშირში გაწევრიანება შეაჩერა კი არა დაასრულა. ადამიანის უფლებები არ ღვია და არ ღვია. პოლიტიკა გააუქმა და გააუქმა. საქართველოს თავისუფლებას რეალური საფრთხეები შეუქმნა ბიძინა გრიგოლიჩ ივანიშვილმა და ეხლა რამდენიც არ უნდა დაალაგოს მან ალიევთან კონკრეტულად და შეერთებულ შტატებთან ასევე ან დასავლეთთან ზოგადად მათ შორის შესაძლოა ევროპასთანაც კი არც ეს არ გამორიცხოთ ეგრე მაგის პასუხია ის მაინც უნდა წავიდეს ჩემი მოსაზრებით კი უნდა გადააგოროს რამ კრიზისი 1-2 კობახიძის მოხსნით კობახიძის განთავისუფლებით და რაღაცა ვითომ კომპრომისებზე წამოსვლით ხო მან რეალურ დათმობაზე უნდა წამოვიდეს და რეალური დათმობა ჩემი რწმენით არის ჩემი ფიქრით არის აქ ნამდვილად ცუდი გადრია ვატყობ და გიბოდიშებთ რეალური დათმობა კი არის ნამდვილად არის ის რომ ის თავად წავიდეს ხელისუფლებიდან რომელშიც არც იმყოფება მაგრამ აი ესე კულუარული მართველიც აღარ იყოს მარტივად ვილაპარაკოთ და შესაძლოდ პასუხის კი აგოს სასამართლოს წინაშე მართლმსაჯულების წინაშე თუ მართლმსაჯულება იქნება ობიექტური და თუ მართლმსაჯულება იქნება ეხლა უკვე როგორ დავაყენოთ ესეთი ალბათ ხო არც ერთი ვარგად არც მეორე გიბოდიშებთ ხო თუ მართლმსაჯულება იქნება სწორი მასთან მიმართებაში და მაღალკვალიფიციური აი ეს არის ჩვენი ამოცანა დანარჩენი ყველაფერი კარგია ან შეიძლება კარგად წავიდეს ანაკლია შევოიდეს ახალი ინვესტორი რკინიგზის მოდერნიზება მართლაც დაიწყოს შუადერეფანთან დაკავშირებით მართლაც შეთანხმდეს ბიძინა ივანიშვილი ამერიკელებთან და ასე შემდეგ მაგრამ ეს ჩვენგან მისი ინდულგენციის და შევინაცვლო ახლა კუთხე მართლაც ჩვენგან მისი ინდულგენციის საფუძველი ვერ იქნება და არ უნდა იყოს ამას ხაზგასმით ვამბობ ჩვენგან ანუ უკვე დაჭრილი ქართველი დაზიანებული გაუბედურებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის გამო გაუბედურებული ქართველი ხალხისგან არ უნდა იყოს ეს ყველაფერი მისი ინდულგენციის საფუძველი ამიტომ გააკეთებინონ დასავლეთმა გააკეთებინოს მას ნებისმიერი რამ ვისი გაკეთებაც ჩვენს ინტერესებშიც არის მაგრამ გააკეთებინოს და უკვე ბოლოს სერიაში თუ ბოლოს წინა სერიაში ბიძინა ივანიშვილს უნდა მოეთხოვოს პასუხი ყველა იმ დანაშაულზე რომელიც მან ჩაიდინა ქართველი ხალხის წინაშე და ეს დანაშაულები მარტო ქიმიური იარაღის გასროლა ჩვენი მიმართულებით აღარი ალბათობით გასროლა არ არის ეს დანაშაულები არის პირველ ყოვლისა საქართველოს თავისუფლებისათვის ზურგში ლახვარის ჩაცემა რაც ბიძინა ივანიშვილმა წარმატებით მოახერხა ბოლო 14 წლის განმავლობაში და ბოლო 3-4 წელია ხო უწარმატებულესად მოახერხა გააკეთა და ეხლა თუ უნდა შეუტენია კობახიძისთვის თუ უნდა არ შეუტენია მთავარი პასუხისმგებელი ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ის არის და ის რჩება მთავარ პასუხისმგებლად ხო კიდევ გადავიხილავ და კამერა უნდა მომიტევოთ უცნაური ვიდეობლოგი გამომივიდა ვაღიარებ ვადასტურებ მიკროფონმა ალბათ გადამარჩინა ხო ანუ გარეხმები სავარაუდოდ არ შემოდის მაგრამ შეიძლება შემოდის კიდეც ხო მე არ დამისახელებია თუ დავასახელე ეს კაცი პატარიძეად ხო თუ არ ვწდები ვარად მოდი ახლა დავაპაუზებ თქვენის ნებართვით ამას აი ამ ვიდეო ბლოგს ხო დაპაუზება როგორ არის ესე არა